თირკმლის ქრონიკული დაავადების ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მახასიათებელი ისაა, რომ ადრეულ ეტაპზე ის ხშირად ყოველგვარი სიმპტომის გარეშე მიმდინარეობს. ადამიანმა შეიძლება წლების განმავლობაში არაფერი იცოდეს, სანამ დაზიანება მნიშვნელოვან დონეს არ მიაღწევს. სწორედ ეს ხდის მას განსაკუთრებით საშიშს. სწორედ ამიტომ რეგულარული სამედიცინო შემოწმება და რუტინული სისხლის ანალიზი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათ შეუძლიათ პრობლემის აღმოჩენა მაშინაც კი, როცა თავს სრულიად ჯანმრთელად გრძნობთ, რაც დროული მკურნალობის დაწყების საუკეთესო შანსს იძლევა. ყველა მიცის, რომ თირკმელების მთავარი ფუნქცია სისხლიდან ნარჩენებისა და ზედმეტი სითხის გაფილტროა. თუმცა მათი როლი ამით არ ამოიწურება. ისინი ასრულებენ სხვა, ნაკლებად ცნობილ, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებსაც. ჰორმონების წარმოება, რომლებიც სისხლის წითელი უჯრედების შექმნას უწყობს ხელს. ვიტამინი D-ს აქტიურ ფორმაში გადაყვანა, რათა ორგანიზმმა მისი გამოყენება და კალციუმის შეწოვა შეძლოს. ეს ნიშნავს, რომ დაზიანებულმა თირკმელებმა შეიძლება პირდაპირ გამოიწვიოს ანემია, სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობის გამო და ძვლების დასუსტება, კალციუმის ათვისების უნარის დაქვეითების გამო, რაც ადასტურებს, რომ თირკმელების ჯანმრთელობა მთელი ორგანიზმის კეთილდღეობისთვის ფუნდამენტურია. თირკმლის დაავადების განვითარების რისკს ზრდის ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ასაკის მატება, გენეტიკური დაავადებები, მაგალითად პოლიკისტოზური თირკმლის დაავადება და აუტოიმუნური მდგომარეობები, როგორიცაა წითელი მგლურა. თუმცა ექსპერტების აზრით არსებობს ერთი მთავარი დამნაშავე. თირკმლის ქრონიკული დაავადების ყველაზე გავრცელებული მიზეზი დიაბეტია, როგორც პირველი, ისე მეორე ტიპის. ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს გულის დაავადებები და სიმსუქნე. ეს ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის სისხლში შაქრის დონის მკაცრი კონტროლი თირკმელების დასაცავად. როდესაც თირკმლის ქრონიკული დაავადება ვითარდება, არსებული დაზიანება როგორც წესი შეუქცევადი არ არის. მკურნალობა მიზნად ისახავს პროცესის შენელებას და გართულებების მართვას. ზოგიერთ შემთხვევაში, გამომწვევი მიზეზის მკურნალობამ შეიძლება შეაბრუნოს დაავადების პროცესი. სწორედ ამიტომ არის ექიმთან დროული ვიზიტი და ადრეული დიაგნოსტიკა ასეთი კრიტიკული. რაც უფრო ადრე გამოვლინდება პრობლემა და დაიწყება გამომწვევი მიზეზების, მაგალითად, მაღალი წნევის ან დიაბეტის მკურნალობა, მით მეტია შანსი, რომ თირკმლის ფუნქცია მაქსიმალურად დიდხანს შენარჩუნდეს. როდესაც თირკმლის ფუნქციის 85-90% დაკარგულია, დგება თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადია. ამ დროს მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია დიალიზი, პროცედურა, რომლის დროსაც აპარატი ასრულებს თირკმლის ფუნქციას. თუმცა არსებობს უფრო იმედისმომცემი ალტერნატივა – თირკმლის ტრანსპლანტაცია. ეს ხშირად საუკეთესო ვარიანტია და წარმოადგენს განკურნებასთან ყველაზე ახლოს მდგომ თერაპიას. ეს იმედს აძლევს პაციენტებს, რომ თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადიაშიც კი არსებობს ეფექტიანი გადაწყვეტილებები, რომლებიც ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. თირკმლის დაავადების რეალობის გაცნობა ცხად და გადაუდებელ გზავნილს გვიტოვებს. ის, რაც ხშირად ჩუმი მდგომარეობით იწყება, შეიძლება უმეტესად შეუქცევად დაზიანებამდე მივიდეს. რადგან ისეთი გავრცელებული დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, მთავარი გამომწვევი მიზეზია, ჯანმრთელობის პროაქტიული მართვა უბრალოდ კარგი იდეა კი არა, ყველაზე ძლიერი თავდაცვის საშუალებაა. ამ ინფორმაციის შემდეგ, რას გააკეთებთ თქვენი თირკმელების ჯანმრთელობისთვის? დაწერეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში ამ საკითხთან დაკავშირებით. გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ შემდეგი საინტერესო ვიდეო.